მეტროში ვარ მეგობრებო, დავიწყე ახალი ვლოგის ჩაწერა და მივდივარ დასაქმების სააგენტოში. ამოვედი მეტროდან. ეხლა მიჩვენებს, რომ წინ უნდა წავიდე. უბრალოდ მაქვს ორი ლოკაცია, ხო და რომელია სწორი არ ვიცი. აი რაღაც აირია რაღაც რა. და ორი ლოკაცია მაქვს, ერთი არის 10 წუთის სავალზე, მეორე არის 19 წუთის სავალზე. ვერ ვიგებ სად უნდა მივიდე, მაგრამ ჯერ 10 წუთიანზე მივა. და თუ არ დამხვდა ეგ ოფისი, მე წავალ 19 წუთიანზე. აუ რაღაც ლამაზი ადგილი კი არის და ვათვალიერებ, ახლა თან მივდივარ, მოკლედ ეს ოფისი, როგორც გავიგე, ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სამსახური, ანუ ჩემნაირ ადამიანებს. მაგრამ მე მგონი უნდა იყო არ ვიცი, საბუთებით და ყველაფრით აღჭურვილი, რომ დაგეხმარონ. მე მგონი, არც ეგ არ ვიცი. ხო და ეხლა მივდივარ მაგის გასარკვევად. თუ მითხრეს, რომ საბუთები უნდა გქონდეს აბსოლუტურად ყველაფერი მწყობშია, წამოვა. თუ მეტყვია, რომ არ არის საჭირო, ისედაც დაგეხმარებითო. Continue on to Calle Vicente. წინასწარ გეტყვით, რომ დიდი მეტებს არ ვამყარებ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მომთხოვენ საბუთებს და დიდი ალბათობით ეგრე იქნება, მაგრამ რო გამოჩნდა ეს შესაძლებლობა, მეთქი, თუნდაც უარი მითხრან, მაინც უნდა ვცადო, იმიტომ რომ რა იცი, შეიძლება რაღაცა ისეთი ახალი ინფორმაცია მომაწოდონ, რაც მე აქამდე არ ვიცოდი. შეიძლება ახლა არ გამომადგეს ეგ ინფორმაცია, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე გამომადგეს, მოკლედ სხვა თუ არაფერი, აი ამ ადგილს მაინც მოვინახულებ, ეს არის სანხუან ბახო. აქამდე არ ყოფილვარ აქ, არაფერი ტურისტული ზონა და არაფერი აქ არ არის, უბრალოდ საცხოვრებელი უბანია და ამას მაინც ნახავ, სხვა თუ არაფერი. მაინც ხორებს ვაკეთებ სახს. მოვედი 10 წუთიან ლოკაციაზე, აღმოჩნდა არასწორი, იმიტომ რომ არაფერი აქ არ ხდება, არის დაკეტილი, არა და ღია უნდა იყოს. ზუსტ ლოკაციაზე მოვედი არა და ამიტომ ხო წავედი ხომ მეორე ლოკაციაზე. Andalusia Emprende რორი. Emprende ვკითხე ჩაც რა არის მეთქი და რაღაცის დაწყებას ნიშნავსო და მე მგონი ეგ იყო ცენტრი, რომელიც რაღაცა ბიზნესის წამოწყებაში გეხმარება თუ რაღაც ეგეთი აზრი არა ვარ, მოკლედ წამოვედი ახლა და წავიდეთ მეორე ლოკაციაზე. რა ლამაზი უბანი ყოფილა ეს ხალხო. ძალიან მომეწონა. ნახეთ, პალმები და ულამაზესი მცენარეები, ნაძვები, არ ვიცი, საოცარი უბანია, მაგრამ მომეწონა. მოვედი მეორე ლოკაციაზე, მიჩვენებს, რომ სადღაც აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავ. რაღაც უნდა ეწეროს. ემპლეო უნდა ეწეროს და არ ეწერია. მოვედი კიდე ერთ ლოკაციაზე, სადაც მეპის მიხედვით უნდა ყოფილიყო, არც ეგ არ არის. რაღაცა შვები არასწორად. ვის ვკითხო? ვერ მივაგენი, სამწუხაროდ. დავაგვიანე. ზუსტად ახლა უნდა შევდიოდე, მაგრამ ფაქტია ვერ მივაგენი და რავი, მაინც გავაგრძელებ ძებნას და მივალ და თუ მივაგენი საერთოდ ვეტყვი, რომ ვერ გიპოვეთ მეთქი აქამდე თქო და თუ მივიღებენ, ოკეი, თუ არა და წავიდეთ სახლში. გადავირევი ესენი რანაირი ხალხია, აი ესე მივდიოდი ჩვეულებრივად წერან და აი ეგრე გისოსებიდან გამოყო ვიღაცა ქალმა თავი, ანუ უბრალოდ სახე, აი აქედან რა, დაახლოებით ესეთი ფანჯარა იყო, უბრალოდ სახეზე შემატყო, რომ რაღაცას ვეძებდი და აქეთ ვიყურებოდი. და რას ეძებო რა, პირდაპირ მკითხა. ანუ მანამდე ვიღაცებს კი ვკითხე, მაგრამ ხან ზოგმა სად გამიშვა, ხან სად გამიშვეს და თან ვერც ვამბობ, რომ არასწორად გამიშვეს, უეჭველი მე ვერ ვიგებ. ხო და ამ ქალმა შეამჩნია, რომ ეს ბავშვი რაღაცას ეძებსო და მკითხა მერე, ვუთხარი რასაც ვეძებდი, ეგო მარცხენა მხარეს არის, ანუ იდეაში ამ მხრიდან მოვედი, ანუ გამომივლია გზაში, უბრალოდ მე მომიყვანა არასწორად და ეხლა მივდივარ, რომ ვნახო რა მომენტში გამოვცდი. იმიტომ რომ არსად მსგავსი წარწერა არ არის აშკარას. მაინც მივაგენი ხალხო, მომილოცეთ და ვერ წარმოიდგენთ სად ყოფილა. თავი და რომ ვნახეთ, პირველი ლოკაცია Emprende რო ეწერა, ეგ ყოფილა თურმე. ანუ პირველად სადაც მივედი სწორად. უბრალოდ ეწერა Emprende, უნდა ყოფილიყო წარწერა Empleo და მაგან დამაბნია, იმიტომ რომ Emprende რა შუაში იყო.
თან დაკეტილი ჩანდა და ისეთი შესასვლელი ჰქონდა, რომ აი ვერ მიხვდებოდი რომ ღია იყო, ანუ ჩანდა დაკეტილი და როდესაც მეთქი არაფერი დავაშალო ან სადმე კამერა არ იყოს ან რაღაცა თქო და უბრალოდ მივედი და აი ამ გისოსების შეხსნა ვცადე. ანუ რო გამეხო და გაიღო და გამოვშტერდი. მეთქი ანუ აქ რამე ხდება, ანუ გარედან საერთოდ არ ჩანს თუ რამე ხდება. აი ტყუილად ვიწვალე. ვიყავი 9 საათით ადრე მისული ფაქტობრივად და ეხლა რომ მივედი 10 წუთით დავაგვიანე და ბოდიში მოუხადე. დაახლოებით ავუხსენი ჩემი სიტუაცია და სხვათა შორის რაღაცები მითხრა და გეტყვით ეხლა რა. ისევ ამ ადგილას მოვხვდით. ეხლა უკან ბრუნდები რომ მეტროში ჩავიდე. მოკლედ გეტყვით რა მითხრა. მუშაობის უფლება არ გაქვს და ვერაფერი ისეც ვერ გავაკეთებთ მანამ სანამ საბუთები არ გექნებაო. თუმცა საბუთები რო გექნებაო მობრუნდიო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სამსახური ნახოვო. თუმცა მანამდეო შეგიძლია ანუ მე ვთხარი რომ მეთქი მანამდე თუ შემიძლია რომ რამე გავაკეთო ანუ თუნდაც ეს იყოს რაღაცის შესწავლა ნებისმიერი ანუ აბსოლუტურად ხო იცით აი მზად ვარ აბსოლუტურად ნებისმიერი რაღაცის ახლის შესასწავლად მაგრამ რა მინდა რომ ვაკეთო არ ვიცი და მაგის აღმოჩენას ვცდილობ ანუ ყველაფერს მინდა რომ მივედმოვედო აბსოლუტურად ყველაფერს რომ რაღაცა ახალი ვიპო ხო და მეთქი ანუ თუ შემიძლია რომ რამე ვისწავლო ან რაღაცა კურსი გავიარო ან რაღაცა და მაგაზე როგორც მივხვდი და როგორც ჩემმა თავმა გადათარგმნა მითხრა რომ კი და მომცა რაღაცა ნომერი რომელზეც უნდა დავრეკო და ეგენი მეტყვიან თუ შემიძლია რომელიმე კურსის გავლა ამათმა როგორც მითხრეს აქ შემიძლია და მაქვს უფლება აი მაგ საბუთების გარეშეც ჩვეულებრივად მაქვს უფლება და ეხლა უბრალოდ ალბათ უნდა გავარკვიო თუ არის რაიმე კურსი ამ ეტაპზე რისი კურსებია არის თუ არა პირობითად ადგილი რომ როგორმე შევეკვეხო ამ კურსზე აი რა და როგორ ხდება რა ეგენია გასარკვევი ამიტომ ხო არ ვიცი რომ დავრეკო ამათ ლაპარაკს ვერ ვიგებ ხოლმე და როგორ გავაგებინო არ ვიცი შეიძლება პატას პიცელას ვუთხრა რომ დამარეკინე თქო და მაგას ესმის ამათი ლაპარაკი და რაღაცას მოვახერხებ მოკლედ ყველა ვარიანტში წინსვლა არის ის რომ ნომერი მაქვს რაღაცა ნომერი მაქვს და თან მე მგონი ლოკაციაც მიმითით არა იქ რაღაცები დამიჩხაპნა მე მაგ ნაჩხაპნებს თუ გავიგებ ძალიან კარგი იქნება და შეიძლება ან ლოკაციაზე მივიდე პირობითად იმიტომ რომ მივდივარ ხოლმე მაგ დროს უფრო ნელა მელაპარაკებიან და ტელეფონში ისე სწრაფად ლაპარაკობენ ვერაფერს ვერ ვიგებ აი ლოკაცია თუ მაქვს მითითებული ბევრად უკეთესი იქნება ადგილზე მივალ და იქნებ რაღაცა კურსი იყოს საჩემოდ აი სხვა თუ არაფერი ეგ მაინც იქნება ძალიან მაგარი რომ გარეთ გამოვალ ყოველდღიურად სადმე წასასვლელი მექნება რაღაც ახალ სკილს ვისწავლი მე შეიძლება მაგ სკილით დავსაქმდე რაღაც პერიოდი ხო ანუ არ ვიცი ნახოთ აი ეს არის ხალხო მისამართი და ეხლა თუ ამოვიკითხავ რა წერია და თუ მებზე ვიპოვი წავალო ხო და აი არ ვიცი რა აშკარად მე და მეფს ვერ გვაქვს ბოლო დროს კაი ურთიერთობა და ვნახოთ ჩავწერე ეს მისამართი და საფრანგეთში ამომიგდო ვიცით რა ვიფიქრე ეს ნომერი რომ მომცეს ნომერი რომ ჩავწერო Google-ში რა ხო ამოაგდებს რისი ნომერია და მე რისი ნომერიც არის მაგის ლოკაციასაც ხო ამოაგდებს I don't know by the way აქვსი ვარ არ ვიცი სად ვარ რა ლამაზია pretty აი მე ხალხო ძალიან ლამაზ ადგილას ვარ და მე მგონი ერთადერთი ადგილია სადაც ჯერ ისევ არის ეს დეკორატიული ფორთოხლები იმიტომ რომ მთელ ქალაქში დაკრიფეს რა აღარსად აღარ არის ესეთი ადგილი ვნახე ის ქანდაკება გადმოხურებს წეღარო გაჩვენეთ მოიცა აი საოცრად ლამაზი ადგილია ნახეთ არ ჩანს მაგრამ ამ ადგილს გადმოხურებს აი აქ არის მეორეც იქ გადის მეტრო საითაც მივდივარ ეხლა რომ გავყვე
და ვცდილობდი ამ მისამართის პოვნას, იმიტომ რომ გამოსული ვარ, გარეთ ვარ და მეთქი დრო მაქვს რა, ანუ არაფერი პრობლემა არ არის და დღესვე ხო არ წავიდეთ ხო, მაგრამ ვერ პოულობ ვერანაირად მისამართს. არ ვიცი, გავხდა. სახში მივალ რა, ლეპტოპთან ჩავუჯდები კარგად მოვძებნი და იქნებ ეგრე მაინც ვიპოვო, თან კიდე რაღაცები ამომიბეჭდა, რაღაც თაბახის ფურცლები მომცა და შეიძლება მაგაზეც იყოს რაღაცა მისამართები. არ ვიცი. სასხოვრებელ სახლთან, რომელიც უფრო ახლოა, ვეცდები რომ იქ ვივიდე. რა გამახსენდა იცით, აი ის ხალი გამახსენდა, ისევ ფანჯრიდან თავი რო გამოყო იმ გისოსებში რა. ძალიან მადლიერი ვარ. რაღაცნაირი ინტერესიანი ხალხია რა. აი ყველაფერი აინტერესებთ. და ეგ იდეაში მაწყობს, იმიტომ რომ მაგ ინტერესის გამო უკვე ძალიან ბევრჯერ დამეხმარნენ. აი რაღაცნაირები არიან, დახმარების სურვილი აქვთ რა. არ ვიცი, თავი რო არ გამოეყო იმ გისოსებიდან. არ ვიცი, ალბათ ვერც გავბრუნდებოდი უკან. მაგ ხალმა მიბიძგა, რომ გავბრუნებულიყავი უკან. ძალიან მადლიერი ვარ. სალამი მეგობრებო. სევიაში იწვიმა და აგვიცივდა. ესე მოულოდნელად, არადა უკვე გამოზაფხულებული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე დღე გასტანს ეს სიცივე და მერე ისევ დაცხება, როგორც აქაურობას ჩვევია. ესე იგი, რა აპდეიტი გვაქვს იმ კურსებთან დაკავშირებით. ორი თაბახის ფურცელი ხო მომცეს და ძალიან ბევრი შტრიხ კოდები იყო ზედრა. უნდა დაგესკანერებინა, საიტებზე გადასულიყავ, მოკლედ კარგი სამუშაო იყო საკმაოდ. ჩავუჯექი ყველა შტრიხ კოდზე გადავედი აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ ყველა მათგანი დავასკანერე, წავიკითხე, ვაკოპირებდი, მერე ჩats ვგზავნიდი და მithარგმნიდა და ანუ ვცდილობდი მაქსიმალურად რომ რაღაცა შესაფერისი კურსი მეპოვა ჩემთვის, მაგრამ როგორც მივხვდი, იმ ხალმა უბრალოდ დააკლიკა უფასო კურსებზე და საერთოდ არ დააკვირდა სხვას არაფერს რა, რაც აბსოლუტურად ოკეია, ეხა განავადანაშაულებდა რამე. უბრალოდ მე მინდოდა ისეთი კურსი, რომელსაც დავესწრებოდი, იმიტომ რომ ჩემი მიზანი ხო ეგ არის, რომ უფრო მეტი პრაქტიკა მქონდეს, უფრო მეტი ესპანური საუბარი მოვისმინო, სახლიდან უფრო მეტად გავიდე და ასე შემდეგ. ხო და რეალურად ეგ მინდოდა რა, ანუ ონლაინ კურსი მე რა თქმა უნდა არ მაწყობს. და აი ძირითადად იყო იმ ფურცლებზე დატანილი ონლაინ კურსები და თან კურსსაც ხო გააჩნია, ანუ იყო სამეცნიერო კურსები, იყო ფიზიკის კურსები, ქიმია და რაღაც მსგავსი რაღაცეები, აი აბსოლუტურად რო არ გამომადგება ეგეთი კურსები. Me gusta el mediano. ხო და ანუ ვერ გამოვიდა მოკლედ ეგ საქმე და ეგ თაბახის ფურცლები მომცა იდეაში მეორე ქალმა. და მანამდე სხვა ქალსაც ვესაუბრე, პირველი ქალი რომელიც იყო და მაგას უფრო მეტად გავაგებინე იდეაში რა მინდოდა რა, ანუ დასწრება მინდოდა ამ კურსებზე, სიარული და ხო, ეგ სხვა არაფერი. და თუ მე რა თქმა უნდა ეს კურსები რაიმე სამსახურის შანსს გამომიჩენდა, მე თვლად უკეთესი. და მაგ ქალმა მომცა ორი ნომერი. ამ ნომერზე დარეკეო, ასევე მომცა მისამართი, თუმცა ეს ყველაფერი ეწერა ძალიან გაურკვევლად. აი მართლა საოცრებები ჩავატარე, რომ ეგ ნომერი და ეგ მისამართი რაღაცნაირად ამომეკითხა. მე ვრეკავდით და არ გადიოდა, ხან არ იღებდნენ, ხან რა. მე ხან ჩემს ტელეფონს დავაბრალე, ხან პაატას ტელეფონს დავაბრალე, მეთქი უეჭველი რაღაცა ქართული ნომერი რო გქონდა, რაღაცა მაგის ბრალი ხო არ არის, მოკლედ. 9 თავიანი გველეშაპის დამარცხების შემდეგ გავიდი კონტაქტზე და რაღაც კურსი არის, ვერც გავიგე საერთოდ რა კურსი არის, იწყება თუ არ ცდები, ანუ ყველაფერს გეუბნებით 50-50-ზე. დაზუსტებული ინფორმაცია არაფერში არ მოქვს რა. თვის ბოლოს იწყებაო და არის რაღაცა ფორმა იყო მოცემული, რომელზეც რეგისტრაცია შეგეძლო. ოღონდ მადაც ზუსტად ვერ გეუბნებიან, მოხვდები თუ არა. და თუ მოხვდები
რა სახით დაგიკავშირდებიან, ეგეც არიცი და თუ დაგიკავშირდებიან, რა საბუთებს მოგთხოვენ, ეგეც არიცი. ანუ არაფერი არიცი. და მოკლედ შევავსე ეგ სარეგისტრაციო ფორმა, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება, ხო? და რავი, დაველოდები ახლა თვის ბოლოს. თუ ან მეილზე მომივიდა შეტყობინება, ან დამირეკეს ან რაღაცა, სავარაუდოდ მეტყვიან მისამართს სად უნდა მივიდე, რა კურსი იქნება და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით არის უფასო კურსი. და დიდი ალბათობით არ დასჭირდება საბუთები. არ ვიცი. ვიმედოვნებ რა. იქ ყველაფერი ისე იყო მოცემული, რომ მგონია, რომ არის უფასო კურსი და არ დასჭირდება საბუთები. შესაბამისად, სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა დაველოდოთ. რაც იქნება, იქნება. აქ სიტყვები ამოვწერე ახალი, რაღაც ახალი ტექსტი აგვეხსნა წინაზე მასწავლებელმა და ეხლა დარბაზში მივდივარ და თან ვივარჯიშებ, თან ამ სიტყვებს ვისწავლი. მერე ისევ სკოლაში მივდივარ, იმიტომ რომ დღესაც მაქვს სკოლა. სალამი მეგობრებო. ახალი ნივთები ჩავმივიდა და მინდა რომ დაგათვალიერებინოთ. ასევე უნდა გადავიყო ამ ნივთებით ვიდეო, რომელსაც ჩავაბარებ ბრენდს. და ეხლა ჯერ პირველ რიგში გაჩვენებთ და რაც შეეხება მე სხეულზე როგორ გამოიყურება და როგორ მომედგება და ასე შემდეგ. ნახავთ Instagram-ზე, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვიდეო მაქვს მომზადებული და Instagram-ზე რო შეგხვდებათ ეგ ვიდეო, აუცილებლად დააკომენტარეთ ვარდისფერი გულები და მე მივხვდებია თქვენ YouTube-დან გადმოხვედით. პირველი არის ეს ულამაზესი კაბა. აქ კარგი განათება არ გვაქვს ოთახში, მაგრამ გეტყვით რომ არის მუქი ლურჯი. მე მახსოვდა რომ ეს იყო კაბა შორტი, მაგრამ სამწუხაროდ არ არის კაბა შორტი. თუმცა არა უშავს ცოტა გრძელ, უბრალოდ შორტივით ტრუსები რო ეგ უნდა ჩაიცვა შიგნიდან რა, მაინც ყოველი შემთხვევაში და იდეალური იქნება. ძალიან ლამაზი დგომა აქვს, ძალიან საყვარელია. აქ ესეთი ფუშფუშაა. მოკლედ ძალიან მომეწონა ეს კაბა. თან მე მგონი ფერების ანალიტიკა გავაკეთე ამის. მე მგონი კი არა გავაკეთე და მე მგონი ეს ფერი მითხრა რომ შენ ძალიან გიხდებაო თვალების ფერის გამო. შემდეგი არის ესეთი ზედა. ვაი მე უსაყვარლესი დგომა აქ ამ ზედას ნახეთ როგორია და უკან ესე იყურება ზურგზე. და აქ კეთდება ბანდოჩკა. უკან რო გაცვია რა. აი უსაყვარლესი ზედა არის. შეგიძლია მოუხდინო ჯინსის კაბას, ან რაიმე მსგავს და სხვათა შორის ჯინსის კაბაც ჩამომივიდა. მაგასაც გაჩვენებთ, ოღონდ ჯერ იარლიყები მოუხსნათ. ძალიან ლამაზი ფერია. მე მგონი ეს ფერიც მეწერა. ფერების ანალიტიკაში ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ აი თვითონ ქსოვილი არის ძალიან კარგი. შემდეგი არის ესეთი კაბა შორტი. ცოტა დიდი მაქვს ეს, სიმართლე გითხრათ და ვეღარ გავიგე რა ზომა უნდა გამომეწერა, იმიტომ რომ ყველაზე პატარა ზომა მაქვს გამოწერილი XS-ი და არ ვიცი. აი ეს გამოიფრება. ფერი ძალიან ლამაზია. წინ ესეთი ის აქვს, შიგნიდან შორტი აქვს. და რა ვიცი, ეცადეთ რომ თუ გამოწერთ იმაზე პატარა ზომა გამოწეროთ, ვიდრე ხართ. იმიტომ რომ XS-ი ვარ ზოგადად და მაინც ცოტა დიდი მომივიდა. ჩვენს კარდაშიანების ადგილი არ არის, ამიტომ პარკში უნდა შევინახო. აუ ეს შორტი ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი შორტია. Glow Mode-ის შორტი არის ეს, გვერდით აქვს ჯიბეები. სადაა ჯიბები? ბაგი თუ ამას არა აქვს ვიტყუები? არა, უნდა კონდეს. ო, აი, ბაცვა ჯიბეები აქვს, მაგრამ მაინც კარგია. ეს არის აი ცოტა სქელი ბენდი აქვს ზემოთ რა, აი ვისაც აქვს ხოლმე მაგალითად მუცელზე პრობლემა ან ცოტა კომპლექსი აქვს თან რაღაცა, ძალიან კარგად იჭერს მუცელს. ესეთი მოკლე არის, ძალიან მოკლე მოდელია, მაგრამ მე მიყვარს ესეთი ზომები. და თუ ცოტა დიდი გენდომებათ, საიტზე მოძებნით აუცილებლად ექნებათ დიდიც და კიდე იცი რა მეყვარს ამათი ეს უნდა გაჩვენოთ ნახე. არ ვიცი ჩანს თუ არა. ხორკლიანი ზედაპირი აქვს ნახე და არ არსებობს რომ ან ზემოთ ამოგივიდეს, ან ქვემოთ ჩამოგივიდეს, როგორც ჩაიცვამ, ისე დადგება. ჩამივიდა ამათი ელასტიკი კიდევ ერთი. ზუსტად ანალოგიური ფერი, ზუსტად ანალოგიური ზომა, გვერდის ჯიბეებით და ყველაფრით, მაქვს ოღონდ ქვემოთ რო არის გაშვებული. აი ახლა ისეთი ცხოვრება მქონდა, რომელიც ქვემოთ არის მოტკეცილი. ეს სხვა მოდელი არის, ცოტა სხვა მოდელია.
მივკითხო და რაღაცა ისეთი ქსოვილი არ იყო რა, როგორსაც ველოდი, აი ეს ლურჯის ქსოვილი ბევრად უფრო კარგი ქსოვილია. ეს ნაკლებად სტრეიჯია რა, ნაკლებად იწელება. თან საჯდომზე ცოტა ესეთია. ამ მოდელზე არ გადავირიე, სიმართლე გითხრათ, ეს უფრო მომწონს, მაგრამ ფერი ჰქონდა ძალიან ლამაზი. ეხლა გადამთებაზე კიდე არ ჩანს, აი ულამაზესი ჟოლოს ფერია, რაღაცნაირი ფერია. შემდეგი არის ეს კაბა. ეს კაბაც ცოტა დიდი მაქვს წელზე. ხელით რომ მოვიჭირე და წელი რომ გამოვიკვეთე, ბევრად უფრო ლამაზი იყო და მოტკეცილი უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ ოკეი. მე ვიყიდი რაიმე სკელ კამარს, ეს სკელი კამრები როა წელის და გამოვკვეთოთ წელი მაგით. სამაგიერთ აი ეს ზემოთ არის ძალიან ლამაზი. აქ იკვრება ღილებით. ჩაცმულზე არ მგონია გადაირიოთ, მე ვიდეო ნახეთ აუცილებლად ეს ყველაფერი ჩაცმული. მაგრამ ხო ეს ფერიც თითქოს ეგრე მახსოვდა, რომ ანალიტიკით მირჩიეს, მაგრამ რო ჩავიცვიდით არ მომიხდა რა. დაახლოებით ესეთი ფერის თვალები მაქვს. სინათლეზე. რა ვიფიქრე, მეთქი მომიხდება თქო. აი, უფრო ეს ფერი მიხდება, მე მგონი, უფრო მუქი. მწვანეა, მაგრამ აი რაღაცნაირი ჭაობის ფერში რო გადადის ხოლმე. ეს მოდელი ძალიან მიყვარს, შავ ფერშიც მაქვს. ადრე გამოვიწერე, იმიტომ მიყვარს, რომ ქვემოთ აქვს შორტი. და ძალიან თავისუფლად ხარ რო გაცვიო. აქ არის შორტი. და ეს ზემოდან განმფარებულია, თითქოს კაბა. და ესეთია რა, თხელი ქსოვილია ძალიან. აი ეს კაბა. მინი კაბა. თუმცა მახსოვს უეჭველი რომ გამოწერილი მაქვს მომდგარი კაბებიც. აქეთ პაატა ხმაურობს. აი ეს. ოღონდ დროისა მახსოვს უეჭველი, მახსოვს რომ მომდგარი ვერსიები. ეს ანუ მომდგარი არ არის, ჩვეულებრივ დგას. და უფრო მომდგარი, აი უფრო სწორი დგომა, ესეთი სწორი დგომა გვაქვს, ეგეთებიც მაქვს გამოწერილი. დაველოდოთ მოვა ამ დროებში. და კიდე არის რა? ხო, ეს ჟაკეტი. ამ ჟაკეტის ხარისხი დიდად არ მომეწონა, სიმართლე გითხრათ. ესე გამოიყურება. მაგრამ ამ ფერზე მე მგონი ეგრე ეწერა, რომ ეს ფერი მიხდება. და კიდე ის როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ფერების ანალიტიკა, ჩატს უნდა გაუგზავნოთ თქვენი პორტრეტები რა, თქვენი სელფები და რაღაცა ყველა მხრიდან გადაღებული და ძალიან კარგად გირჩევთ რომელი ფერები გიხდებათ. ღია ვარდის ფერზე და ღია ცის ფერზე მითხრა, რომ ძალიან გიხდებაო და წითელზე რომ მეგონა რომ მიხდებოდა, მარტო კონკრეტული შეიდი მიხდება, წითლის ყველანაირი წითელი თურმე არა. ესეც ასე. ამ ზემოთარი პარკით მოვიდა. ჩავაბრუნო. და სადმე შევტენოთ. ამ ოთახში ჩვენ ძლივს ვეტევით. კაი, წავთ ახლა, ცოტა უნდა შევჭამოთ და მე უნდა წავიდეთ პროდუქტების სარეთლად, იმიტომ რომ პროდუქტები აღარ გვაქვს. საერთოდ. რა დამოვიწყდა იცი? ეს პიჟამაც ჩამომივიდა. და დამოვიწყდა რომ მეთქვა. ეს ახლა არ ჩამომსვლია. ალბათ 2-3 კვირის წინ მომივიდა. მაგრამ ახლა ვხსნი პირველად ულამაზესი მოდელია. პატამ ეგრევე დაადგა თვალი, მაგრამ ეს ჩემი ზომა ჩანს. გული გამიზრა! ნახე ზუსტად ჩემი ზომა. ნახევარი ზომით დიდი მაინც არის რა. მაგრამ შენ ხელში არ ჩავარდა. ეს გულიანი ნასკები რომ მაცვია ხოლმე, არ იფიქროთ რომ ერთი მაცვია სულ. ძალიან ბევრი მაქვს. კიდე ორი ჭიქა ჩამომივიდა, მაგასაც ვიდეოში ნახავთ. წავედი. გავითვალისწინე ამ ადამიანის რჩევა და მოვედი ლიდლში, დღეს არის შაბათი დღე. ვიშოპინგეთ, დავიმარაგეთ პროდუქტები, ახლა გაჩვენებთ. აი, ეს ერთი ურიკა გვაქვს სავსე, ჯერ არ ჩაგვიწყვია პარკებში და
მოკლედ აი ძალიან ბევრი რაღაც მოგვივიდა მხოლოდ 55 ევროდ. ეშად გქონდა 60 euро და გვეგონა რომ არ გვეყოფოდა, იმიტომ რომ არ დავაკვირდით ფასებს, ანუ არ გადავთვალეთ ფასები და რომ მივაწოდე გამყიდვას უთხარი რომ რაც დარჩება მეთქი ბარათით გადავიხდით ხო და 55 euро მოუწია. ამიტომ მადლობა რჩევისთვის, აწი შაბათობით დავიმარაგებ ხოლმე. ეხლა გაჩვენებთ მხოლოდ YouTube-ის მაყურებლებს, იმიტომ რომ TikTok-ზე და Instagram-ზე დაგვეზარა, რა მოგვივიდა ამ ფასში. შენ გაახმოვანებ თუ მე გავახმოვანო? ვაუ, გრუხუნია სევიაში. ოსროს. ორი არის ტორტია ბატატა. ეს არის ისპანახიანი და ძალიან მიყვარს ხალხო ისპანახიანზე გიჟდები. კილო ნახევრიანი მაკარონი. ეს 24 კვერცხი მეორე წამით დავდებ, არა დაიკავე მეორე პასში შეგო. აჰა. უი, რაღაცები შევჭამეთ უკვე. მე გეტყვით. ეს ბევრი რაღაცები მივახოთ მე კიდევაც. კვერცხი ჩადიაკ. მელავღონთ. არ გაიქცნეს. აგი ეს. ხეშ დავიჭირო? მამ. სადიო. ეხლა ახალი ბაჩები მანცუიაო. ნახეთ რა 3 ლამაზები. კილო ფარში. 3 კილო ფარში. თითო არის 500 გრამიანი შეფუთვები და მე მგონი 2 და რაღაც ღირდა რა. ხშირად ვიყენებთ ხოლმე ფარს რა, ხან მაკარონს ვაკეთებთ ხოლმე, ხან ტორტიაში ვახვევთ ხოლმე, ანუ ბევრნაირად შეიძლება გამოყენება და წინ დავუკარო არ ვიაროთ და რო გვეყოს ვიყიდეთ მაგიტო 6 ცალი. 9 კილოგრამიანი შეფუთვები. აჰა. აფლი. თავიდან გითხარიბა? 1 კილო თაფლი, კილოიანი თაფლი. ო, თაფლის. გემრიელია. ო, დიდი მუსუსები ვართ, თაფლის ორივე. დათვებივით ვართ. გარბანსო. ო, გარბანსო რაღაცეებში გამოგვადგება რაღაცა რეცეპტებში. ტომატ პასტები 3 ცალი. Yes. მერკადონაში ციაფერებს ხოლმე, მაგრამ აქ უფრო იაფერდა. აუ, ეს ჩი რაღაცა, ჩი. რაღაც უცნაური ხილი ვიყიდეთ. ხო, ძალიან უცნაურად გამოიყურება ხალხო. მგონი არ გამისინჯავს არც. საოცი ფურცლები. აჰა. 500 გრამიანია. რო გავსინჯავთ, გეტყვით. სახელი არ მახსოვს, ჩი რაღაცა. პომიდორი. აჰა. 9 კილოზე ცოტა მეტია. პომიდორი ძალიან იაფერდა. ყველი 400 გრამი. როგორც მახსოვს ვერდა 2 ევრო თუ 1 და რა. 2 ევრომდე. 2 ევრომდე. 400 გრამი ყველი. გახეხილი. Yes. აუ იცი როგორ მიხარია გახეხილი რო იყიდება ხოლმე და მე რო აღარ მიწევს გახეხვა. უშაქრო ჯემი. ეს იცი ან ჩემო მაყურებელმა მე უკვე ვასწავლე წონას ფიქლების დროს ეგ უნდა გამოიყენო. ეს მე მინდოდა 190 და ხო. 300 გრამია ინდაურის ლორი ძეხვი და ვირაც ხო, არის. დაჭრილია თუ არა? კი, დაჭრილია. ინდაურის ლორი ძეხვი. აჰა. მაკარონი ნომერი 2, 1 კილოიანი. აჰა. აუ არა, ბოდიში 500 გრამიანი. 500 გრამიანია. ეგ ვიდეოსთვის მჭირდება. მე ჩავწერ და განახეთ რა ვიდეოსთვის. ეს მაკარონი. ჩემი საყვარელი ქლიავი. ოპა, და გიჟდება ამ ქლიავზე ხალხო. ზოგადად ქლიავი არ მიყვარდა და ეს მიყვარს. ეს არის უგემრიელესი. რაც აქ ჩამოვედით, ამაგის ვერ შეუყვარდა. ევრო ნახევარი იყო ეს ქლიანად რა, არ ვიცი რამდენი გრამი იყო, აღარ მახსოვს. ვაშლივით ხრაშა ხრუშობს იცით? ძალიან გემრიელია. მუსიკოები, 2 ცალი განსხვავებული. Yes. ესეც გვიყვარს. ჭამელი ხალხი. ვაი, მე ნახე როგორი მუქი ღრუბელი მოდის. პარკი ნომერი 4. აჰა. Napkins. რა ქვია მაგას ესპანურად? რას? ხო. სერვესა, არა, სერვიეტა. სერვიეტა. აჰა. სალფეტკები, პროტეინ პუდინგი. 4 ცალი ღირდა, 1 და 80, 1.79 ღირდა რა. 4 ცალი. ამას მოვიდა მარტო. ეს სხვადასხვა შენიშნო უნდა გავაკეთოთ აქ.
ლაქტოზის გარეშე არ იყიდებოდა ლიდლში იოგურტი, მაგაზე მერკადონაში უნდა წავიდე. ხო იცით ლაქტოზის გარეშე დიეტა რო დავიწყე და 600 გრამიანი არაქსის კარაქი, რომელიც ღირდა ან 2.79 ღირდა, ან 2.79. აჰა. ამასაც კარგად მივირთვევთ ხოლმე გემრიელად. 3 წალი ბაგეტი პური. ეს ღირდა ჯამში 1 ევრო, იმიტომ რომ 1 წელი ღირდა 0.33. ბას ცოტა წვეთები დამეცვა იცი? საერთოდ მაგარი პრობლემა. ეხა აქ რა ვჭამეთ? ძალიან მოგვენატრა ჩიფსი და ერთი ჩიფსი ვიყიდეთ. ესეთი 2 ცალი სენდვიჩი იყო ამაში და ღირდა 99 ცენტი. ინელება იყო არავის. ხო, არ იყიდოთ ეს მაგარი მანძილი იყო. იქ ვიყიდეთ კიდე 3 რაღაცა ვიყიდეთ. ერთი იყო ტუნას სენდვიჩი, ოღონდ სხვანაირი სენდვიჩი იყო რა. ერთი იყო რა ქვია, მე რომ მიყვარს ძალიან ისპანახი. გალორი იყო ერთი და ერთი იყო ისპანახი. ხო. აუ ისპანახიანზე ვგიჟდები მაგრამ გალორი სანგემრიელი იყო. დაახლოებით ესე 70 ცენტიდან 90 ცენტამდე ღირდა თითო. ხო. და ეგრე წავალთ ახლა კი დამძიმებულები ვართ, მაგრამ კარგია რომ ესე დავიმარაგეთ რა მთელი კვირა პროდუქტები. აქ დავასრულებ მეგობრებო ვლოგს, ვაიმე ძალიან დიდი ჩავარდნა მოგვიწია. ეხლა ვნახე და წინა ვლოგი ატვირთული მაქვს 12 დღის წინ და ვცდილობდი ხოლმე რომ ერთ კვირაზე მეტი არ გადავცილებულიყავი, მაგრამ 12 დღე მომიწია ჩავარდნა. და იმეთი მაქვს რომ შემდეგ ვლოგში აღარ მომიწევს, მაგრამ აღარ მომიწევს მაგ ხელა ჩავარდნა, იმიტომ რომ რაღაცა ვიდეოები უკვე გადაღებული მაქვს. უბრალოდ ამას აქ დავასრულებ. მითხარით, ანუ როგორ გიჩვენეთ ხოლმე 1 საათიანი რო იყოს, იმიტომ რომ მაქვს რაღაცა ვიდეოები და ვიფიქრე რომ უკეთესია რომ 2-ად გავყო და 9 საათი ახლა დავდო და 9 საათი მერე თქო რა, იმიტომ რომ 1 საათი ძალიან დიდია მართლა და 15 წუთიანებსაც ვდებ ხოლმე და ეგ კიდევ ვფიქრობ რომ ძალიან ცოტა. მოგეთ დამიწერეთ როგორ გიჩვენიათ ეგ ამბავი. მადლობა რომ მიყურეთ. ვინც არ ხართ ჩემი გამომწერი, გამოიწერეთ არხი. ვინც არ ხართ 75 დღიან ჩელენჯში ჩართული, ჩაერთეთ თავისუფლებლად, იმიტომ რომ გაზაფხულია, ზაფხული მოდის და გადასარევი დროა ჩასართველად. თან უფრო გამარტივდება პროცესი, იმიტომ რომ ბევრი ხილი და ბოსტნეული ახლა შემოვა და დაგეხმარებათ სწორი კვების დაცვაში. და რა ვიცი, მადლობა, დროებით მომავალ შეხვედრამდე. ხათო ნახე დედი, გარეთ ეგდო ეს წერილი. ხათო გამარჯობა, შეიძლება ახლა აქ აღარ ხარ, მაგრამ რომ გაჩერდაო, ეთყობა მანქანაზე ამბობს, დავინახე შენი სახლი, ეთყობა აქ ცხოვრობო და იცოდე ძალიან მიყვარხარ და ვიდეოში გამოაჩინე ჩემი წერილიო. ვალი მასწავლებელს და ბიცოლა ჩემს უნახი ხარო და მიყვარხარ ძალიანო. ხათოს ლიზისაგანო. 5 ევროთ სადილი მოგიმზადებიათ? დღეს სწორედ მაგას ვაპირებ. პირველ რიგში შევიძინოთ პროდუქტები და პირველი პროდუქტი იქნება 6 კვერცხი, რომლის ღირებულებაც როგორც ხედავთ არის 1 ევრო და 80 ცენტი. შემდეგი გვინდა ეს ტომატ პასტა, რომელიც 3 ცალი დევს შეფუთვაში, ღირებულება არის 1 და 35, შესაბამისად 1-ის ღირებულება გამოდის 45 ცენტი. შემდეგი ავიღოთ დაკონსერვებული მუხდო, რომლის ღირებულებაც არის 85 ცენტი. ნებისმიერი ბოსტნეული შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, თუმცა დღეს მე გამოვიყენებ აი ამ ბულგარულ წიწაკას, რომელიც არის 450 გრამი და ღირებულება არის 1 და 20. ახლა კი დავიწყოთ უშუალოდ მომზადება. გახურებულ ტაფაზე მოვათავსოთ ცოტა ოდენი ზეთი და გადავიტანოთ მუხდო. ცოტა ხნის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და ამოურიოთ. შემდეგი ინგრედიენტი გახლავთ ტომატ პასტა. მთელი შეფუთვა არ დამჭირდა, ამიტომ გამოვიყენე ნახევარი და შემდეგ ისევ მოურია. კარგი იქნება ამ მომენტში თუ სასურველს უნელებს დაამატებთ, მე გამომრჩა ვინაიდან სერიალს უყურებდი და ბოლოს დავამატე. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ზედ მოვახალოთ 6 კვერცხი, დავახუროთ ტაფას თავსახური, დავუწიოთ გაზს და დაველოდოთ კვერცხის მომზადებას. გამოდის უგემრიელესი და ძალიან კარგი იქნება თუ ხელს მიირთმევთ, იმიტომ რომ ორმაგად გემრიელია. რაც მთავარია არის ჯანსაღი და შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სწორი კვების რაციონში. კომენტარებში დამიწერეთ თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები და ვეცდები შემდეგი ჩელენჯი კიდევ უფრო გავართულო და მოვამზადო სადილი 4 ევროთ. რაც შეეხება დარჩენილ 70 ცენტს, 50 ცენტად შეგვიძლია გავაყოლოთ პური, ან 70 ცენტს დავამატოთ 10 ცენტი და გავაყოლოთ ეს ხრუხუნები, ან ეს დაჭრილი პური.